შესაბამისად გადავცემ პარლამენტის ამერიკაში რას ხედით ქალბატონანინა როგორც გენებოდა პარლამენტში ამერიკის შეერთებული შტატების გასალანძღად მოსული მმართველი გუნდის წევრის სიმშვიდე მაშინ დაირღვა, როგორც კი კითხვა მის ამერიკულ ბიზნესზე დავსვით. ნინო წილოსანს ნერვებმა უღალატ, როდესაც ვკითხეთ, მისი ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული მისი კომპანია შეერთებულ შტატებში. რომ საჯარო მომხდარი ხდებოდით და დეპუტატი თქვენს არ აუხსნიათ რომ ვალდებულებები გაგვიკითხებს თქვენდათ ის კენ ქალბატონინო კანონს ხართ ამოფარებული რომელიც თქვენ მიიღეთ ასევე იმისთვის რომ კითხვებს გაეცოთ. კი ბატონო მე მაინტერესებს კითხვები მაქვს თქვენს ამერიკულ ბიზნესთან დაკავშირებით რომელიც ბალტიმორში გაქვთ რეგისტრირებული. ამერიკაში რას ხედით ქალბატონინო 25%-ის წილის ფლობელი რო ხართ და ყოფილ მეუღლესთან ერთად რომ შესრულებაში მიშლის. კი ბატონო უფლებამოსილებას მასრულებ ეს არის ამონაწერი მერილენდის შტატის ბიზნესის რეესტრიდან. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით კომპანია US Trading Company, რომლის წილის მფლობელიც რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატია, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორშია რეგისტრირებული. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ნინო წილოსანის ამერიკული კომპანია US Trading-ი ფლობს შვილობილ კომპანიას კალიფორნიაშიც. თუმცა პარლამენტის წევრი ხმას არ იღებს მის ამერიკულ ბიზნესზე, რომელიც მისი სანქციების შემდეგ უბრალოდ გაიყინება. ვაკვირდებით ან ნერვები რომელს უფრო მყარი გვაქვს ან გარწმუნებთ რომ ის ბოლომდე შემიძლია და კიდევ უფრო დიდი ხანი რა თქვენს კითხვებს არ გავცე პასუხი. ბალტიმორში საერთაშორისო გამეორებას აქტივების გაყინვაზე მოგივიდეთ. ამის პარალელურად ჩავეწეროთ, საინტერესო იქნება. სირცხვილია ქალბატონი. ნინო წილოსანის კომპანიის აგენტი ამერიკაში მისი ყოფილი მული თამარ აბულაძეა. ბიზნესის საკორესპონდენციო მისამართად კი აბულაძის საცხოვრებელი სახლია მითითებული. ჩვენ დავინტერესდით, მიიღო თუ არა სანქციების შესახებ შეტყობინება წილოსანის ამერიკულმა კომპანიამ. ბატონო. გამარჯობა ქალბატონი თამარ. გამარჯობა. ქალბატონი თამარ, ქალბატონი ნინო წილოსანის კომპანია თქვენ სახელზე რეგისტრირებული, თქვენს ბინაში რეგისტრირებული ბალტიმორში, ტამერონის პირველ ნომერში. იცით რა არის, მე ეხლა სამსახურში ვარ და ვერ გიპასუხებთ ვერაფერზე აბსოლუტურად. თქვენს ბინაშია რეგისტრირებული ეს კომპანია, გვაინტერესებს სანქციებთან დაკავშირებული შეტყობინება თუ მიიღეთ უკვე? კი, თქვენ გაინტერესებთ, მაგრამ ეხლა ხომ ხვდებით რა დროა ჩემთან. მიპასუხეთ, სანქციებთან დაკავშირებული შეტყობინება თუ მიიღეთ, ქალბატონი თამარ? მე თქვენ ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ვარ სამსახურში. და აქამდე ხომ მიპასუხებდით, კი ან არა, ქალბატონი თამარ? ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ ტრეიდინგ კომპანიას დეპუტატი ნინო წილოსანი ყოფილ ქმართან ვლადიმერ აბულაძესთან ერთად ფლობს. ირკვევა, რომ ნინო წილოსანის ყოფილი ქმარი ახლა შეერთებულ შტატებში იმყოფება. სავარაუდოდ ფინანსური სანქციების წინ ცდილობენ რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატი კომპანიის დამფუძნებლებიდან ამოიღონ, რომ ამით ამერიკულ ბიზნესს საფრთხე არ შეექმნას. ამერიკაშია? დიახ. ამერიკაში აწესო თქვენი შვილი ჩამოვიდა თუ ისიც იქ არის? ნიკოლას ვკითხულობ. არა, არ ჩამოსულა. არც ის არ ჩამოსულა? ბატონო ლადო დიდი ხანია ამერიკაში გაემგზავრა? ბატონო? ერთი თვეა რაც წასულია? ანუ ბატონი ლადო ერთი თვე უკვე ამერიკაშია. კი, ეხა ჩამოდის უკვე. ბატონო? ჩამოდის უკვე. ბოდიშ გიხდით რომ შეგაწოხათ. ნინო წილოსანი საჯაროდ არ პასუხობს კითხვას. რუსული კანონის მხარდაჭერით რატომ დაუკარგა მის შვილს ამერიკული განათლებისა და სპორტული კარიერის შანსი. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით სანქციები ავტომატურად ვრცელდება სანქცირებული დეპუტატების ოჯახის წევრებზეც. ჯერ სწავლა აქ იმ სკოლაში და პლუს თამაშები. გასაგებია. ამ სანქციების გამო რომელიც პრობლემები ხომ არ შექმნია ნიკოლოს? არა, ჯერ არაფერი. კარგით, მადლობა. შაბათის გუნდმა დაადგინა, რომ ნინო წილოსანის ვაჟი კალიფორნიაში კრიმ ლუთერანის უმაღლესი სკოლის საკალათბურთო კლუბში თამაშობს. ის საქართველოს მოქალაქეა და ამერიკული სანქციების ამოქმედების შემდეგ შტატების დატოვება მოუწევს.
სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით და პრობლემებზე უკვე მოგივიდათ შეტყობინება. ჩავწეროთ ხო? თუ არა და უნდა დაგავო შეხვედრა მოსხოდიში. ასევე თქვენი შვილის სწავლასთან დაკავშირებით უკვე დამეწყო შეხვედრა მოსწავლეთ. ჩემი ვალდებულება თუ არის და ვალდებულებას ვარ ვღებ, შეგიძლიათ რომ მიჩივლოთ. თქვენი ვალდებულება რომ თავისუფლად შეგიძლიათ რომ თუ თქვენ სწორი ხართ, მიჩივლოთ რომ პასუხებს არ გაძლევთ. რომ ბიზნესი პასუხს რომ არ გაძლევთ, თუ ეს ჩემი ვალდებულება არის და თქვენ ვალდებულებაზე მიუთითებთ, აი აგერ თქვენი მაყურებლის თანდასწრებით გეუბნებით რომ შეგიძლიათ მიჩივლოთ თუ მე ჩემ კონკრეტულ ვალდებულებას ვარ ვღებ. გრინ ლუთერანის უმაღლესი სკოლა, რომლის საკალათბურთო ნაკრებშიც ევრობასკეტის მონაცემებით ნინო წილოსანის შვილი ირიცხება, შეერთებულ შტატებში 2007 წელს დაფუძნდა და ის სამხრეთ ლუთერანული სკოლა იყო. თავდაპირველად სასკოლო კამპუსი წმინდა პავლეს კალიფორნიის ბერძნული ეკლესიის შენობაში განათავსეს, თუმცა ლუთერანული სკოლა დამოუკიდებლად განვითარდა და ძლიერი სასპორტო ინფრასტრუქტურა გააჩნია. ამერიკული სანქციები დეპუტატ წილოსანის კიდევ ერთ ბიზნესს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. წილოსანი საქართველოში წარმოებულ ტანსაცმელს უცხოეთში ყიდის. ის კომპანია ენდუოსის მფლობელია. ენდუოსი თურქეთიდან ჩამოტანილი ტექსტილით ქალის ტანსაცმელს თბილისში კერავს და ინტერნეტ გვერდის საშუალებით, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყიდიც. აქსესუარები, კაბები, პიჯაკები, ქურთუკები, შარვლები. ფასები $200-დან იწყება და $900-მდე მერყეობს. ეხლა სამუდამო საქმიანობა. სამუდამო საქმიანობას ეწევა დეპუტატი წილოსანი. დეპუტატი წილოსანი მე არ წილოსანის კომპანია. კი ბატონო. მე არ ვიცი რამდენი წელს ახლა თქვენ მაჩვენებთ. მე წილს ვფლობს, ახლა წილის ფლობა ყველა შეუძლია, ხო, ხომასე. მფლობელია კომპანიის, ერთ-ერთი თანამფლობელი, კი ბატონო. კანტონი თავად არის ჩართული პროცესში. არ ვიცი. კიდევ გაყიდვის პროცესში თავად არის კანტონი წილოსანი ხომე ურთიერთობა და ახლა არის. დავახეცურიანს რომ გითხოთ, შეგიძლიათ დეპუტატთან ერთად ტანსაცმლიდან საერთაშორისო ტანსაცმლით საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობს თუ საქართველოს ბაზარზე? შეგიძლიათ რომ ეს გითხოთ? გითხავ მას, მაგრამ ეს დეტალები მე ხო არ ვიცი. მოდის ბიზნესში შესვლიდან 8 წლის შემდეგ ასათიანის ქუჩის 5 ნომერში მდებარე მაღაზია დახურეს. აქ გითხრეს, რომ ნინო წილოსანის ბრენდულ ტანსაცმელს საქართველოში არ ყიდულობდნენ, ამიტომ კომპანია ინტერნეტით უცხოეთში გაყიდვებზე გადავიდა. შემთხვევით ნიმუშები გვაქვს და შემდგომ უკვე წარმოებაში შედის შეკვეთის შემდგომ ის პროდუქცია, რომელიც დამზადება. ჩვენი საწარმოო გვაქვს და იქ ხდება წარმოება. საქართველოში. ცნობილების ჩამოგვაქვს საქართველოში კი. ეს ქართული ბრენდია. დიზაინერის ქართველი და დუბაელი გოგო არის მეორე ჩაკეთეთ. და საიდან ჩამოგაქვთ ქსოვილები? ქსოვილები თურქეთიდან ძირითადად. სულ ექსპორტზეა ორიენტირებული და საქართველოში ნაკლებად არის გაკეთებული, ამიტომ არის ინგლისურენოვანი. კომპანია ენდუოსში ქართული ოცნების დეპუტატი 10%-იან წილს ფლობს. საკონტროლო პაკეტი კი კაპიტალ ინვესტ გრუპის საკუთრებაა. აქ არ პასუხობენ ტანსაცმლის რა ნაწილი გადის ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათი ერთ-ერთი მფლობელის დასანქცირების შემთხვევაში იქნება თუ არა ამ ბაზრის დაკარგვა კომპანიისთვის ფინანსური დარტყმა.